დღემდე. ქართულ ხელნაწერთა კოლექციის შემდეგ სასულიერო და საერო პირების ხელთვების კატალოგის გამოცემაც იგეგმება. ლოტკინის დასახლებაში ახალი მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა. ორსართულიანი ობიექტი 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული. შენობის პირველ სართულზე სუპერმარკეტი ფუნქციონირებს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას სხვადასხვა სახეობის პროდუქციას დაბალფასად სთავაზობს. სავაჭრო კომპლექსში ასევე მუშაობს საკონდიტრო საცხობი, აფთიაქი, კაფე, სამშენებლო მასალების მაღაზია, ლუდისბარი და საბანკეტო დარბაზი. ახალი მრავალფუნქციური ცენტრი დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას ასევე ობიექტში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა. ამ დროისათვის აქ 60 ადამიანი მუშაობს, მათგან 16 მერიის დასაქმების სურვილთა ბაზიდან შეირჩა. აქ სამი შემოსასვლელი არის, იქიდან შემოდის, ხო გარეთ? აქაც საკონდიტრო მაღაზია ჩაიძრალებ, ალკოგოლს ყიდით თუ არ ყიდით? და ხოლმე მაგის ველაპარაკეთ. ჰა? ხო, ლიბერტი პენსიონერებისთვის უფრო მნიშვნელოვანია. აქ რო იყოს, იმიტომ რომ ახლა ჩვენი ის არის. ერთი პატარა ცენტრი იქნება, რომელიც გათმაის ჯამურად ესე მაღაზია. როცა ლაპარაკობენ ხოლმე რომ რა შეიცვალა ქალაქში, აი ლოტკინი არის ამის ყველაზე კარგი ქრესტომატიული მაგალითი, იმიტომ რომ კოლექტიური მრიცხველიც არ იყო, აქ დენი არ იყო, როცა დანარჩენ თბილისში უკვე იყო დენი, მაღაზია აქ არ იხსნებოდა, გზა აქ არ იყო, არაფერი აქ არ იყო. იმიტომ რომ ითვლებოდა რომ აქეთ შემოხედვა არ შეიძლება. და ჩვენი ამოცანა სწორედ ეგ არის, რომ თბილისში არც ერთი უბანი არ დარჩეს, სადაც არ იქნება ელემენტარული ის ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს მიერ გაკეთებული, რომელიც შემდეგ მოიტანს აი ესეთ კერძო ინვესტიციებს. სხვანაირად დასაქმება არ იქნება. აქ რო ეხა გზა ვერ ამოდიოდეს ნორმალური, წყალი არ იყოს, დენი, გამრიცხველიანება არ იყოს, გაზი არ იყოს. ბუნებრივია, არავის არ გავუჩნდებოდა სურვილი რომ რაღაცა გაიხსნა. მსგავსი ტიპის სუპერმარკეტი, კაფე ამ დასახლებაში ანალოგიური არ არის და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი იქნება ამ დასახლების მოსახლეობისთვის. მე დავრეგისტრირდი მუნიციპალიტეტში, თბილისის მერიის დასაქმების ერთიან ბაზაში, საიდანაც მე დამირეკეს, დამასაქმეს. დაახლოებით 2 კვირაში დამიკავშირდნენ რეგისტრაციის შემდეგ.